მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერ საათზე მე ანუკა კინფაძევანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეს წუთია დაეშვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თვითმფრინავი ილჰამ ალიევი საქართველოში მეუღლესთან და წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. სტუმრებს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. აეროპორტიდან ილჰამ ალიევი ჯერ გმირთა მემორიალთან, შემდეგ კი ჰეიდარ ალიევის მონუმენტთან მიიტანს ყვავილებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეშია დაგეგმილი. შედგება ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. მოგვიანებით ილჰამ ალიევს უკვე საქართველოს პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს. მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. და ეს წუთია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი შესაბამის ვებგვერდზე 11 მაისის საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ცვლილების თანახმად წელს უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს, თუმცა კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფომ გრანტების გაცემაზე უარი თქვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ცნობარი რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. მაშინ არის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია, საგამოცდო პროცედურები და წესები. ირანმა ისრაელში სარაკეტო თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაშავებულია 2 ადამიანი. მანამდე კი თეირანის მთავარი სამიზნე ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქი და მისი უდიდესი საზღვაო პორტი გახდა. ჰაიფაზე იერიში შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე დაშავდა, დაზიანებულია შენობები. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით მათ ბეირუთში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში თეირანში. ირანის დედაქალაქზე ღამით ამერიკა-ისრაელის ერთობლივი იერიში შედეგად დაღუპული 13 ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ძებნა გადარჩენის პროცესი გრძელდება. სირიაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სირიის პრეზიდენტმა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. მხარები შეთანხმდნენ, რომ მერთობლივად იმუშავებენ საზღვაო სავაჭრო გზების განვითარებასა და რეგიონული სტაბილურობის გასაძლიერებლად. პარალელურად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ დაადასტურა, რომ კიევსა და დამასკოში საელჩოების მუშაობა მალე აღდგება. ხუთი ადამიანი დაშავდა ოდესაში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო. საჭირო გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა. ოკუპანტების შეტევის შედეგად ცეცხლი გაჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში. დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლიც. პარალელურად შეტევა იყო რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინული დრონები თავს დაესხნენ შავ ზღვაზე მდებარე რუსეთის უმსხვილეს პორტ ნოვოროსიისკის. პორტთან ერთად ქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. გაჩნდა ხანძარი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 20 წლის პატიმრობა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და 25 წლის თეკლა გერსამია დამნაშავეცნო. შემთხვევა გასული წლის აგვისტოში თბილისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით სახლში კამათის შემდეგ სადარბაზოში გასულ მეუღლეს ბრალდებულმა დანით გულისარეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარ-შორის კამათი მოხდა. ის შემდეგაც ქმარი სახლიდან გავიდა. თუმცა ბრალდებული მას დანით ხელში დაედევნა და სადარბაზოში დანის გამოყენებით გულის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი დამნაშავეცნო. ალექსანდრე გაბაშულს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი ედებათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. რა სასჯელს გამოუტანს სასამართლო ბრალდებულებს, ეს ზეგ დაგეგმილ პროცესზე გახდება ცნობილი. ავალიანის საქმეზე ჯამში 4 პირია დაკავებული. მტკიცებულებები ძირითადად გახლავთ ის ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც ასახავდა როგორც გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტს, ასევე ასახავდა დიდ დიღომში მომხდარ მრავალ ეპიზოდიან ჯგუფურ ძალადობებს და მასში მონაწილეობებს, ასევე იყო მათ შორის მიმოწერები, დაიკითხა არაერთი მოწმე და ასე შემდეგ, ანუ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა არსებობდა ამ საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს CESCO. პირველი შეხვედრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გამართა. CESCO-ს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. ახალგაზრდობის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაცია ახალ საინფორმაციო საგანმანათლებლო ინიციატივაში ჩაერთო, რომლის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში შევხვდეთ ადგილობრივად ახალგაზრდებს და გაუზიაროთ მათ ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეხვდა ახალგაზრდებს და მიაწოდა ინფორმაცია ზოგადად არჩევნების შესახებ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზება და საქართველოს 12 საპილოტო მუნიციპალიტეტში განხორციელდება სხვადასხვა თემების ირგვლივ მსგავსი ტიპის შეხვედრები. რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ციფრული მხარდაჭერა. ეს იყო კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესა და სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემები. საუბარი ამ მიმართულებით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე იყო. მხარები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. განვიხილეთ რეგიონში ინტერნეტიზაციის პროექტი, ასევე ციფრული მხარდაჭერის პროექტი, რომელსაც უშუალოდ კომუნიკაციების კომისია ახორციელებს. მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რათა ჩვენს მოსახლეობას კონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ მხრივ რეგიონებში. არის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელებული ჩვენთან რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში, როგორც ინფრასტრუქტურული მოწესრიგების კუთხით და ინტერნეტიზაციის კუთხით, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ ლოკაციებზე, სადაც მნიშვნელოვანია უფრო აქტიური ღონისძიებების განხორციელება, უფრო მეტი რესურსის დახარჯვა. CETI Cup 2026 საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ორგანიზებით ქვეყანაში მაღალი დონის ტურნირი უკვე მეორედ ჩატარდა. მასში 16 ქვეყნის 250-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა. კონკურსი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეებს მედლები რამდენიმე ოლიმპიურ დისციპლინაში გადაეცათ. გამარჯვებულებს შორის იყვნენ ქართველი სპორტსმენებიც. წარმატებით დასრულდა ჩვენი საერთაშორისო ტურნირი CETI Cup 2026. 16 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 255 ტანმოვარჯიშე, იუნიორებში და სინიორებში გათამაშდა მედლები, რადგან მსოფლიო ფედერაციის მიერ ლიცენზიით ვატარებთ უკვე მეორე წელი ამ ტურნირს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და მიხარია, რომ ყველაფერი დავაკმაყოფილეთ, მსაჯების რაოდენობა 50%-ზე იყო უცხოელების, ყველა იყო კვალიფიცირებული მსაჯი. და წარმატებით შევაფასებდი ამ ტურნირს. ჩვენ მოვიპოვეთ უკვე მაღალი რეიტინგის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია. მე გავხდი ევროპის ტანვარჯიშის, მხატვრული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი და ამიტომ ჩვენ ნდობა მოვიპოვეთ ამ მხრიდანაც, რომ საქართველოში კარგად მსაჯობენ ობიექტურად და კარგი პირობებია იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც ჩამოდიან, იღებენ კარგ გამოცდილებას. განსაკუთრებით როცა წელი იწყება, ბევრ სპორტსმენს აქვს ახალი პროგრამა. ძლიერი წყალდიდობის გამო ამ დრომდე საგანგებო ვითარება დაღესტანში. სპეციალისტების ინფორმაციით ნიადაგის ეროზიიდან გამომდინარე მახაჩკალაში 3 შენობის ჩამონგრევის რეალური საფრთხეა. შეგახსენებთ, მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინი 1 საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, მოსახლეობა ევაკუირებულია. 140-მდე დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დატბორილია ქუჩები, მეწყერია ჩამოსული ცენტრალურ გზაზე. შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. წყალდიდობის მიზეზით დაზიანდა სასმელი წყლის მილიც, შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი მოწამლულია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში დაღესტანში უკვე მეორე ძლიერი წყალდიდობაა. კურიერი 10 საათზე ამი დასრულებულია. დღის ამბების ნახვა ვცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს სიახლეებით სოფო უხანაშვილი განაგრძობს.